უჩა აბაშიძის ერთ-ერთი სტატუსი. უჩას ვიღაც ძალოვნებთან აქვს ხოლმე შეხება ქონდა. ესეთი ამბავს ყვება, რომ ერთ-ერთი ჩემ სუსელ ნაცნობსო დაველაპარაკეო. და იმან მითხრა, რომ როგორ გინდა მოგვიგოთო, როდესაც ყოველი 4 პოლიტიკოსიდანო, რომელსაც თქვენ ხედავთო, ერთი ჩვენი ჩანერგილიაო, 2 სასარგებლო იდიოტია. ანუ სულელიაო და მოკლედ მის манипуლირება და მართვა შეიძლება. და გამოდის, რომ 4-დან 1 პოლიტიკოსი არის, რომელსაც რაღაც ცოტა ჭკუა მოეკითხება, ასე შემდეგ. ასეთ დრამატული ის დამიხატავს სუსის თანამშრომელმაო. ამ სიტუაციაში რა გორნა მოვიქცეთ ჩვენო. ჩვენგანაც ხშირად გაიგონებდით ხოლმე, რომ აი ვიღაცის სულელურ ქცევას რო ხედავთ, ვიძახით ხოლმე, რომ ან მოსყიდულია, ან სულელია. თუ ადამიანის ქცევა არ იხსნება, რა უნდა იფიქრო, ან თქვა, რავი, ჩერჩეტია, აზრი არ მოეკითხება, ან ვიღაცა ფულს უხდის, ან რაღაც იტყავს დაბმული პირადი ცხოვრების კადრებით თუ რაღაცებით, რომ აი ასე მოიქცეს, ხო? როგორ გავარკვიოთ, ვინ როგორი ტიპია. პოლიტიკოსი რაღაცნაირი შამანი ხო არ არის, რომელსაც მისი ნათქვამს უსმინო, რაღაცა ვერ გაიგო, მაგრამ ჩათვალო, რომ რაღაცა ზენა ძალების გავლენის ქვეშ არის, ეს არ არის საჭირო, რომ მე ყველაფერი გავიგო და ხან თუ შეცვლის პოზიციას, ესე იგი სამყაროს ასე დაჭირდა, რავი, შეუცნობელი არიან გზანი უფლისანი. პოლიტიკოსი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც აქვს რაღაცა სპეციფიკური შეხედულება სამყაროს მოწყობაზე, თulis რომ ან ასე უნდა იყოს მოწყობილი, ან ისე, ასე ჯობია თუ ისე, და ცდილობს, რომ ეს თავისი შეხედულებები გაატაროს ცხოვრებაში. არსებობს უნივერსალური გზა იმის გასარკვევად, პოლიტიკოსი რა კაცია. თუ ხალია. ეს არის ლაპარაკი. ეს არის დებატები, ეს არის ეთერებში სიარული. ოღონდ ეთერებში სიარულში არამც და არამც არ იგულისხმება ამ პოლიტიკოსისვე ნაყიდი დაქირავებული ტელევიზიის ჟურნალისტი რო უზის ერთ-ერთზე და ტერფის მასალას რო უკეთებს და აბა მოგვიყევით ბატონო მამუკა, ბატონო ნიკანორ თუ ბატონო გვარამია, როგორი კარგი ადამიანი ხართ თქვენ და როგორი ცუდია ყველაო. აი ეგ არ არის ეთერში სიარული. ეგ პირიქით მაგაზე წითელი უნდა გენთებოდეთ და იძახდეთ, რომ რასაკეთებს ეს კაცი სულელი ხო არ არის. ეთერებში სიარული და დებატები არის პოლიტიკოსებს შორის თეთრი უკანალი, შავი უკანალის გარჩევის ერთადერთი გზა. პირველი წითელი დროშა, რაზეც უნდა გენთებოდეთ, არის და ამით უნდა ვარკვევდეთ, ვინ არის სულელია, სუსელია თუ წესიერი ადამიანია. შეიძლება რაღაც არასწორად ფიქრობს რაღაცებზე, მაგრამ აი არავინ არ აზის კისერზე და რაღაცებს არ კარნახობს. აი ამის გასარკვევი ყველაზე სწორი გზა არის რამდენად ეს ადამიანი მზად არის თავის პოზიცია დაიცვას ყველგან და ყოველთვის. იმიტომ რომ თუ სულელი არ არის და თუ სუსმა არ დაავალა რაღაც სიგრძის კეთება, მისი პოზიცია იქნება ახსნადი. აი ეს კრიტერიუმია რა. თუ ხსნის, თუ დამაჯერებელია თავის ახსნაში და არგუმენტს თუ ეტყვი, ამას თუ იაზრებს და კი ბატონო, ესე ყოფილა მართალი, ან საპირისპირო არგუმენტს გეუბნება და შენ გაცვლევინებს აზრს, აი თუ ამ პროცესშია შემოსული, ის ადამიანი არის გულწრფელი პოლიტიკოსი, თავის ბატონ პატრონი. თუ ასე არ შვება და ვინ არ შვება, თქვენ გულში ჩაიხედეთ ყველამ, ის პოლიტიკოსი ბრჭყალებში არის მოსყიდული ჩათლახი ან იმდენად სულელი, რომ აი რაღაც საიდანაც დაუბერავს იქით რაღაცა თავისი აზრი არ უჭყავს ჭკუაში ტვინში და მოკლედ ყოფილა გინდა რა.